ტრავმის ტრანსგენერაციული გადაცემა როგორ შეიძლება მოხდეს ერთი თაობიდან მეორე თაობაზე და როგორ მოახდინოს გავლენა ამ ადამიანის ცხოვრებაზე, აი როგორ გადადის ჩემს შვილს, როგორ შეიძლება ის გადავცე. ესე იგი, მოყავთ ჩვენთან 15 წლის გოგონა, რომელიც არის ასაკთან საკმაოდ შესაბამისობაში, ანუ ზდაში ის არ ჩამორჩება, საკმაოდ მაღალია, მაგრამ აი როცა ხედავ, რომ ეს არის გაწელილი ბავშვი. არ არსებობს არანაირი menstruალური ციკლი და საერთოდ ქალობაში შესვლის არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს ამ ბავშვთან. მოყავს ვის ახლა? ეს არის ოჯახი, რომელიც არის ლტოლვილი ჩეჩნეთიდან, რომელსაც ომი გამოიარა და დედა გადაწყვეტს, რომ აი რაღაც ხდება ამ გოგონას თავს და მოდი ვაჩვენოთ ამ. და როდესაც მოდის ჩვენ გუნდში ყავს ექიმი, ენდოკრინოლოგი, რომელიც ნახულობს მას და ამბობს, რომ იცი რა, მე ვფიქრობ, რომ ეს რომ რაღაცა ბლოკი არსებობს შესვლის სიმწიფეში, უფრო ფსიქოგენური ფაქტორებით არის განპირობებული და ამ გოგონას ამისამართებენ ჩემთან. ვიწყებ მუშაობას და ნუ ეხა ამ თანდათან ამ პროცესში მე ვხედავ ოჯახის ისტორიას და ვხედავ დედის ტრამბულ გამოცდილებას, რომელიც უკავშირდება იმას, რომ მათ სოფელში ერთ-ერთი შეჭრის დროს ქალების ძალიან დიდი ჯგუფი აღმოჩნდა ტყვეობაში, მათ შორის იყო ეს ქალიც და აი ამ ქალის თვალწინ გააუპატიურეს არაერთი მოზარდი გოგონა. და ის გახდა ამის შემსწრე. რა თქმა უნდა, მას მაშინ ის არც ორსულად იყო, არც არაფერი, ეს ომის შემდგომ, ასე ვთქვათ, პერიოდში ხდება. დედას აქვს შიში ამ ტრავმიდან გამომდინარე, ქალიშვილის სიმწიფეს შესვლის. ყველანაირად წყალს უსხავს იმას, რომ ის მარადეულად დარჩეს ბავშვად. რომ რაღაც მსგავსი არ გამეორდეს, რაც